2024 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 4. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. საწყისი მომენტიდან რა დროში იქნება გადაადგილების მოდული 0-ის ტოლიო გვეკითხებიან. კარგით, ახლა მოდით ჩვენ თუ დავაკვირდებით ნახას. ამ ნახაზზე მოცემული გვაქვს სიჩქარის სიჩქარის დროზე დამოკიდებულება. შესაბამისად X ღერძზე არის გადაზომილი t დრო, ხოლო Y ღერძზე გადაზომილი გვაქვს Vx-ი. მოდით დავაწეროთ, აი აქ იქნება 1 წამი, აქ იქნება 3 წამის შესაბამისად, აქ იქნება 5 წამის შესაბამისი წერტილი და აქ იქნება 7 წამის შესაბამისი წერტილი. ხო, ახლა ნახას თუ დავაკვირდებით, 0 წამიდან, როცა t უდრის 0 წამს, t უდრის 0 წამიდან t უდრის 1 წამამდე სხეულის სიჩქარის სისწრაფე არის უარყოფითი. შესაბამისად, რა გამოდის, რომ თუ ავიღებთ ჩვენ x ღერძს და მიმართავთ ჰორიზონტალურად მარჯვნივ და დავუშვებთ, რომ საწყის მომენტში ჩვენი სხეული ყოფება დავუშვათ O წერტილში, ანუ 0 წერტილში, არ აქვს მნიშვნელობა. 0-დან 1 წამამდე სხეული სიჩქარის უარყოფითობიდან გამომდინარე, 1 წამის განმავლობაში იმოძრავებდა მარცხნივ და მოვიდოდა გარკვეულ A წერტილში და მოძრაობის დრო შესაბამისად ამ შემთხვევაში არის 1 წამი. შემდეგ რა ხდება? როცა t უდრის 1-ს, სხეულის x-დგენელი ხდება 0-ის ტოლი და შემდეგ 1 წამიდან 3 წამამდე 1 წამიდან 3 წამამდე სხეულის x-დგენელი არის დადებითი. შესაბამისად, A წერტილი იქნება მობრუნების წერტილი, ეს ჩვენი სხეული მოტრიალდება და გააგრძელებს 3 წამამდე თუ განვიხილავთ მოძრაობას, გააგრძელებს მოძრაობას უკვე x ღერძის დადებითი მიმართულებით და t უდრის 3 წამ მომენტში მოვა გარკვეულ b წერტილში. t უდრის 3 წამ მომენტში. ახლა, იქიდან გამომდინარე, რომ სხეულის სიჩქარის x-დგენელის დამოკიდებულება ბას 0-დან 3 წამამდე აქვს ერთი და იგივე ხასიათი, წრფი არის. შესაბამისად, ამ მონაკვეთში აჩქარება არის მუდმივი და გამოგდის, რომ რაც სხეულს გაუვლია ამ წერტილიდან მარცხნივ 1 წამის განმავლობაში, იგივეს გაივლიდა მოტრიალების შემდეგ 1 წამიდან 2 წამამდე. ჩვენ გამოგვივა, რომ აი ამ წერტილში აღმოჩნდებოდა აი ამ წერტილში O წერტილში აღმოჩნდებოდა t უდრის 2 წამ მომენტში. ანუ გამოგვდის ჩვენი რომ O წერტილიდან წერტილამდე გაუვლია გარკვეული მანძილი, შეიძლება ამის დადგენაც, მაგრამ ამოცანის ამოსახსნელად საკმარისი არის ამ სახის განხილვაც. O წერტილიდან A წერტილამდე გაუვლია გარკვეული მანძილი, შემდეგ შემოტრიალებულა და იგივე მანძილი გაუვლია კიდევ 1 წამში O წერტილამდე რომ მოსულიყო. ანუ გამოდის, რომ t უდრის 2 წამში სხეული თავის საწყის მდგომარეობას არა, უფრო მდებარეობას დაბრუნებია 2 წამში. შესაბამისად, 2 წამის განმავლობაში, 2 წამის შემდეგ სხეულის გადაადგილების მოდული იქნება 0-ის ტოლი. ესი t უდრის 2 წამში, ტოლი არის 0-ის. ანუ საბოლოოდ პასუხი არის B.